გამარჯობათ, ჩემო გამოწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის მისი ფიქრები თქვენზე. ვიზუალურად წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში მეორედ და დავწოთ. მისი სიგნიფიკატორი კარტი. ვინ არის თქვენი ადამიანი? ეს არის შეუპოვარი ადამიანი, მამაცი, მიზანდასახული, ენერგიული, ქარისმატული. ის ამაყობს საკუთარი თავით, ასეთი ადამიანია და მას მართლაც აქვს ამაყოთ საქმე, იმიტომ რომ აქვს ბევრი მიღწევები. მან მიაღწია იმ მიზნების უმრავლესობას, რაზეც ოცნებობდა, შეიძლება ითქვას. და ასევე მას აქვს ძალიან ბევრი არჩევანი ცხოვრებაში. დაახლოებით 50% თუ ემთხვევა, რაც ვისაუბრეთ თქვენს ადამიანს, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანია, არ უყვარს, ასე ვთქვათ, მოქმედებები, შრომა, ასე შემდეგ, მაშინ ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. კარგით, რას ფიქრობს თქვენი ადამიანი კონკრეტულად თქვენს შესახებ, ვინც დარჩით და ვინც განაგრძეთ ნახვა. სტაგნაცია ურთიერთობაში. შესაძლებელია, რომ ეს უკავშირდება გადაადგილებას, გზას, სხვადასხვა ქვეყნებს. ანუ შესაძლებელია, იმიტომ არის ეს სტაგნაცია, რომ თქვენ შორის არის რაღაც მანძილი. მიუხედავად ამისა, ძვირფასებო მას სურს, რომ თქვენ კიდევაც გაგახაროთ, კიდევაც მოგწეროთ, ანუ ურთიერთობა, კონტაქტი კონდეს თქვენთან, თუნდაც პასიური კონტაქტი, ანუ შესაძლებელია ყოველ დღე არ შემოვიდეს თქვენთან კონტაქტში, მაგრამ ყოველ დღე თქვენზე ფიქრობს რა მოგწეროთ, რით გაგახაროთ და ასე შემდეგ. მას სურს მოქმედება, რა თქმა უნდა სურს და რა უშლის ხელს? შესაძლებელია ეს არის სამსახურის თემები, ფინანსები იმ კუთხით არა, რომ მას არ აქვს ფინანსები ან საშუალება ან ასე შემდეგ. ფინანსები არის იმ კუთხით, რომ შესაძლებელია ის დაუშვათ მასზე არის რაღაც პასუხისგებლობები, შეიძლება ფინანსური კუთხით და ამიტომ ის მოქმედებას ირჩევს ამის სასარგებლოდ, ანუ ფინანსების სასარგებლოდ. მუშაობის, სამსახურის, შესაძლებელია ოჯახის სასარგებლოდ ირჩევს მოქმედებას. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? მოდი არ ჩავეციოთ მის არჩევანს და მის მოქმედებებს. თქვენზე კონკრეტულად რას ფიქრობს? თქვენ ხართ მისი ენერგიის წყარო, მისი ბედნიერება. თქვენ მას უნათებთ გზას ბნელით მოცულ სამყაროში. თქვენ ხართ ასევე პეპლის ეფექტი მისთვის, ესე იგი, თქვენით იწყება მისი მოქმედებები, ანუ ერთი ფრთის აქნება, ხო იცით, პეპლის ეფექტი და შემდეგ მიყვება მთელი რიგი მოქმედებები. ეს ხართ თქვენ მისთვის. თუმცა ასევე შეიძლება ითქვას თავის ტკივილიც. ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან გონიერი, თქვენ ასე ვთქვათ, სწორად აყენებთ საზღვრებს, ზუსტად იცით, შეიძლება ითქვას, თქვენი უფლებები ზუსტად იცით,
საკუთარი თავის ფასი. როგორ ხედავთ? ძვირფასებო, ვისთანაც რეზონირებს, თქვენ განაგრძეთ ნახვა და ვინც ერთად ხართ და უბედნიერესები ხართ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენთვის. ესე იგი, თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ცივი ხართ მის მიმართ, რატომ? იმიტომ რომ გაქვთ თქვენი წესები, თქვენი მოთხოვნები, თქვენი მოთხოვნილებები. ამიტომ ცოტა დაშორდით მას თქვენ. მარკო, რა დღეში ხარ? მოდი მარკო. რა თქმა უნდა, ჩემი კატა გამოვიდა სიტყვით. მოდი მარკო, არ ვიცი თუ ისმის თქვენთან. მოდი. განმოგრძოთ. კიდევ რას ფიქრობს თქვენი ადამიანი თქვენს შესახებ? ის ძვირფასებო, შესაძლებელია ამას არ ახმოვანებს, თუმცა თulis და ფიქრობს ასე, რომ თვითონ თქვენს ურთიერთობას გადაიყვანს ახალ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის არის, ასე ვთქვათ, დისტანცირებული. ახლა არის უმოქმედობაში, არ მოქმედებს, არ კონტაქტობს თქვენთან. მიუხედავად ამისა, თქვენ მას ძალიან ინატრებით, რეალურად სიყვარული აკავშირებს ის ასე თulis თქვენთან. და მიუხედავად იმისა, რომ დასრულებულია ფაქტიურად ეს ურთიერთობა, არის დასრულებული. რა? მარკო, რა? რატო კრამი ხარ? მიუხედავად ამისა, ძვირფასებო, ბოდის გიხდით. თქვენი ადამიანი ფიქრობს, რომ ის ყველაფერს მოაგვარებს და ის შეძლებს, რომ იყოს თქვენთან ერთად. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან ამაყი, თქვენ ასე ვთქვათ, დომინანტი ადამიანი ხართ ზოგადად ცხოვრებაში, ლიდერი და თქვენ ასე ვთქვათ, არ გჭირდებათ ვინმე, ვინც გმართავთ და ვინც იქნება სხვა, დომინანტი. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ხართ ასეთი, მისი აზრით. აქედან გამომდინარეობს თქვენი შეიძლება ითქვას სიამაყე და ის თulis, რომ რაღაც მანიპულაციების გზით ჭკვიანურად უნდა მოახერხოს და თქვენ ასე ვთქვათ, დაგითანხმოთ იმაზე, რაც სურს მას და რა სურს მას თქვენგან ნახოთ. მას რაც სურს, ცოტა სასაცილოა ძვირფასებო. მას სურს, რომ თქვენ მასზე ინერვიულოთ, იღელვოთ, იშფოთოთ, განიცადოთ სტრესი, იეჭვიანოთ, რომ მას ვინმე ხო არ ყავს და განახორციელოთ გზა მასთან. რისთვის? სიყვარულისთვის, რომ ესე მტრედებივით, გოგოლებივით იყოთ. მას სურს, რომ იბრძოლოთ რაღაც ეჭვიანობის ნიადაგზე. და ვნახოთ, თქვენ ამას აპირებთ? ისეთი არგანი ამოვიდა ძვირფასებო, უბრალოდ ვერ დაგანახებთ. რა თქმა უნდა, არა. პასუხი არის არა. თქვენ ამას არ აპირებთ. თქვენ ამას არ აპირებთ ძვირფასებო, მებრძოლი თქვენი აზრით უნდა იყოს ის თქვენ წყვილში და არა თქვენ. თქვენ საკმაოდ ასე ვთქვათ, გაქვთ შეიძლება ითქვას ნაბრძოლი და აღარ აპირებთ ბრძოლას. თქვენ ელოდებით, ელოდებით ასე არ არის ლოდინის რეჟიმი, მაგრამ თქვენ თვლით, რომ თუ არის ჭეშმარიტი სიყვარული, მან უნდა გააკეთოს არჩევანი სიყვარულის სასარგებლოდ. რა გააკეთო? შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. აქ არის, რომ უნდა იმოქმედოს მამაკაცმა თქვენი აზრით.